1929 წელს მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა და ეს აღმოჩენა ეკუთვნის ასტრონომ ედვინ ჰაბლს, რომელმაც დაადასტურა, რომ ჩვენი სამყარო არ არის სტატიკური და უფრო მეტიც იგი ფართოვდება და ძალიან საინტერესო იყო ისა, რომ მან დაწერა კანონი, რა კანონითაც ჩვენი სამყარო უნდა ფართოვდებოდეს. აი ეს ჰაბლის აღმოჩენა შეიძლება ჩაითვალოს არა მხოლოდ გასული საუკუნის, არამედ მთელი კაცობრიობის მანძილზე მეცნიერების ყველაზე დიდ აღმოჩენად, იმდენად რამდენადაც მან ძირეულად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა სამყაროზე და აი ეს აღმოჩენა დაედო საფუძვლად ეგრეთ წოდებული სამყაროს დიდი აფეთქების თეორიას. კერძოდ, სქემატურად ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ესეთი სიბრტყეები, სადაც განთავსებული არის აი განათებულ წერტილებად, ლაქებად galaktikები, რომელიც სამყაროში არსებობს. კერძოდ, თუ სამყარო ფართოვდება ხვალ პირობითად, ან ზეგ, ჩვენი სამყაროს ზომა იქნება უფრო დიდი, ვიდრე არის დღეს, რას ნიშნავს ისა, რომ დაშორება სხვადასხვა galaktikებს შორის, ან სხვადასხვა ვარსკვლავებს შორის ნელ-ნელა იზრდება, მაგრამ თუ ჩვენ წავალთ წარსულში, რადგან უფრო ადრეულ ეპოქაში გაფართოების გამო ვარსკვლავებსა და galaktikებს შორის მანძილები უნდა იყოს ძალიან მცირე, დროში უკან მოგზაურობით ეს ობიექტები, რომელიც დაშორებული არის რაღაცა მანძილით, მათ შორის მანძილი ადრეულ ეპოქებში უნდა ყოფილიყო უფრო და უფრო პატარა და ჩვენ მივალთ იმ წერტილში, სადაც ყველაფერი, ყველა ობიექტი, ყველა ვარსკვლავი, ყველა galaktika, ყველა სხეული, ყველა ნაწილაკი იმყოფება და ერთსა და იმავე წერტილში, აი ამას უწოდებენ ამ წერტილს, ანუ ამ ეპოქას, ამ დროს კოსმოლოგიურ სინგულარობას და ეს და მეორენაირად ეს არის წერტილი, რომელიც შეესაბამება დიდ აფეთქებას, კერძოდ აი ამის შემდეგ დაიწყო სამყარომ გაფართოება. რა თქმა უნდა, ეგ არ ნიშნავს, რომ მანდამაინც ეს არის სინგულარობა და სამყარომ დაიწყო არსებობა ამ წერტილში, უბრალოდ აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიით ჩვენ არ გძალგვით აღწეროთ სამყარო უფრო ადრეულ და უფრო მცირე მანძილებზე, ვიდრე არის ეს კოსმოლოგიური სინგულარობა. აი ეს არის სწორედ საფუძველი დიდი აფეთქების თეორიისა. ამ ჰაბლის აღმოჩენამ უტყუარყო, რომ სამყარო ფართოვდება და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ აინშტაინს აღარ ჰქონდა იმის საფუძველი, რომ უერყო ეს გაფართოებული სამყაროს მოდელი, მით უმეტეს, რომ მისი განტოლებაც იძლეოდა ამ გაფართოებას, ხო? აი ამ სლაიდზე გამოსახული არის ჰაბლის გაფართოების კანონი, კერძოდ ნებისმიერი ორი წერტილი, ან ორი ვარსკვლავი, რომელიც დაშორებული არის ერთმანეთისაგან რაღაცა დემანძილით, ერთმანეთს შორდება რაღაცა სიჩქარით და ეს სიჩქარე უფრო მეტია, რაც უფრო მეტი არის მათ შორის მანძილი, აი გამოსახული არის ამ ფორმულით, V უდრის აშნული გამრავლებული D-ზე, D არის მათ შორის მანძილი, V არის ის სიჩქარე, რომელთაც ისინი ეს ობიექტები ერთმანეთს შორდებიან, ხოლო აშნული არის ჰაბლის მუდმივა H100 აღნიშნული არის ეს მუდმივა ჰაბლის საპატივცემულოდ. მას აქვს კონკრეტული რიცხვითი მნიშვნელობა, აი ამ გრაფიკზეც სწორედ არის ნაჩვენები ეს გაფართოების კანონი, კერძოდ წერტილებით დატანილი არის ის ექსპერიმენტით გაზომილი ობიექტების სიჩქარეები და მანძილები და აი ხედავთ, რომ ისინი განლაგებული არის ამ წრფეზე, რაც ადასტურებს იმას, რომ ეს ჰაბლის წრფივი გაფართოების კანონი არის ძალაში.